ძალიან მოკლედ კმაყოფილება გამოთქვათ იმის გამო, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას და საზოგადოებას შორის თანდათანობით ჩნდება სურვილი თანამშრომლობისა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საკამათო და სადავო ბევრი რჩება, მათ შორის ჩვენც გვაქვს ჩვენი წინადადებები და მოსაზრებები. ჩვენ გვაქვს შენიშვნები, რაზეც ალბათ ხოლმე ქუთაისში ვილაპარაკებთ, რაც შეეხება ამ კონკრეტულ თემას. სასოფლო საბჭოები აღარ იქნება. თბილისი უბნების საბჭოებად აღარ დაიყოფა. თავად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დამატებით 7 თვითმმართველი ქალაქი გააჩინოს ადმინისტრაციულ ცენტრებში. თუმცა ვერ მივიღეთ ჩვენ პასუხი ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე, ეს კითხვა მე პირადად დავსვი, რომ დანარჩენ ტერიტორიას ამ რაიონებისას რას უპირებს ხელისუფლება. გავიგეთ, რომ გორი გახდება ცალკე ქალაქი, მაგრამ გორის რაიონში რა ხდება? ქართული ოცნების ერთი ნაწილი ამბობს, რომ უნდა იყოს ქალაქი გორი და გორის რაიონი მთლიანად, მეორე ნაწილი ამბობს, რომ უნდა იყოს ქალაქი გორი და გორის რაიონი დაყოფილი რამდენიმე ნაწილად.